დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. მსახურებას, რომელიც ჩვენ აღვასრულეთ, ძველ ქართულად ეწოდება ჟამის წირვა. ანუ ჟამი, დრო, რომელიც ჩვენ შევწირეთ ღმერთს. ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ დრო არა აქვს იმისთვის, რომ მოვიდეს წირვაზე, ძალიან ცდება და არის დაბნეულ მდგომარეობაში. ბერძნულად ჟამის წირვას ეწოდება ლიტურგია. ლიტურგია ნიშნავს საზოგადო ღვთისმსახურებას, რომლის მისტაგოგიური განმარტება არის შემდეგი. ჯერ არის მისტაგოგია. მისტაგოგია ეს არის ძველი საეკლესიო ჟანრი, რომელიც განმარტავს ღვთისმსახურებას. მისტიკოს იცით რა არის საიდუმლო, ხო? გოგია არის მყვანებლობა, აღმყვანებლობა, პედაგოგია, ყრმათ მყვანებლობა, მისტაგოგია, სულიერი აღმასვლა. ანუ ჟამის წირვაზე აღესრულება ჩვენი სულიერი ზე აღსვლა, რაც გამოიხატება შემდეგ მდგომარეობაში. ქართულად ლიტურგია ითარგმნება ასე: ეკლესიის მიერ ღმერთის დროში ჩართვა. ნახეთ რა საინტერესოა. ღმერთისთვის არ არსებობს წარსული, არ არსებობს აწმყო და არ არსებობს მომავალი. როდესაც ჩვენ მოვდივართ ლიტურგიაზე, ანუ ჟამის წირვაზე, ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩაერთოს დროში ჩვენთან ერთად. ჩვენ კი არ ვემსახურებით ღმერთს, ღმერთი გვემსახურება ჩვენ. შენი შენთაგან შენ და შემწირველი. შენ ახარ შეწირული, შენ ახარ შემწირველი, ყველაფერი შენ ახარ ღმერთო. ამიტომ მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, რომ აი ამ ქარიშხალში არ გეწყინოთ, მაგრამ არ მეგონა თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა დღეს. მეგონა მარტო სტიქაროსნებთან მომიწევდა წირვა ლოცა და მგალობლებთან, მაგრამ მართლა კარგია რომ მოხვედით და არ შეუშინდით ქარის სტიქიას. აი გამოგიტყდებით და არ მიყვარს ქარი, იმიტომ რომ ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო, ნათქვამია, ხო? ასეა. ქარი არის სიმბოლო ცოდვების. ამიტომ არის უსიამოვნო და მოდი ღმერთმა გვაშოროს ქარიშხალი, ქარები და პეტრესავით ბოლომდე მივენდოთ ქრისტეს. რწმენა ეს არის მინდობა ღმერთის და როგორც კი ნდობას დაკარგავ, უკვე მე იძირები ღრმა ფსკერზე და იქიდან ამოყვანა იქნება ძალიან რთული. წინა კვირას მე დავაანონსე, რომ უნდა მესაუბრა ისეთ ცოდვებზე, რომელიც ცოდვებსაც ვერ ვამჩნევთ. მაგრამ რო გადავხედე ამარტიოლოგიას, ამარტია ბერძნულად არის ცოდვა და ებრაულად არის ხეტ. გაგიგიათ ხო, რას დაეხეტებიო, რა ხეტივით ლაპარაკობო, ხო? ძირითადად სოფლელებს ეუბნეოდნენ ქალაქელები, მაგრამ დღეს უკვე ქალაქის სოფლელებით გაივსოთ და ვეღარ გაარკვევ ვინ არის ხეტი და ვინ არ არის ხეტი, ხო? ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ. მარხვაში ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ ცოდვებს მოვერიოთ, ცოდვები მოვიშოროთ, მაგრამ თუ არ იცი რა არის ცოდვა, თუ არ იცი ცოდვაში როგორ ვარდები, როგორ განეშორები ხო ცოდვას. ამიტომ მე ჩავთვალე დღეს, რომ ის ხუთი საფეხური, რომელიც ჩვენ გვაახლოვებს ცოდვასთან, ანუ ესე იცით ხოლმე ჩვენ ჩავვარდი, განკითხვაში ჩავვარდი. განკითხვა ორმო კი არ არის რომ ჩავვარდე კაცო. განკითხვაში შენ დიდი ხანია ხარ. ცოდვაში დიდი ხანია ხარ და უნდა ეცადო იქიდან ამოხვიდე, თუ კარგად დაუკვირდები რა არის ცოდვის რაობა. ხუთი ძირითადი უამრავია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ნაცნობი ჩვენთვის გამოვყავი მე წმინდა მამების მიერ. ნუ ჯერ ეს თქვათ რა არის ცოდვა. ცოდვა არის პირდაპირ სიტყვით იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, ყოველივე უსჯულოება არის ცოდვა. ანუ ის რაც შენ სარწმუნოებას, შენ სამხსარებლობას, შენ წამს გადაგახვევინებს, ეს არის ცოდვა. ანუ მიზნიდან გადახვევა. მიდიხარ გარკვეული მიზანი გაქვს ცხოვრების, მიდიხარ სასუფევლისკენ და გადაუხვიე მარცხნივ ან მარჯვნივ. უკვე ვეღარ მიაღწევ დასახულ მიზანს. ამიტომ ჩვენ ვინც და რაც ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში, ეს ყველაფერი არის ზუსტად ის ამარტია, ის ხეტობა, ქართულად ვიტყვი და ის ცდომილება, რასაც ჩვენ მარხვაში განსაკუთრებით უნდა განვეშოროთ. პირველი
რაც ჩვენ მიგვიძღვება ცოდვისკენ, ეს გახლავთ ღმერთთან ურთიერთობის შეწყვეტა. როდის წყვეტავს ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას? როცა წყვეტავს ლოცვას, როცა აღარ კითხულობს სახარებას და როდესაც არ მარხულობს. აი ეს სამი ძირითადი. შენ რომ არ ლოცულობ, სახარებას არ კითხულობ, როცა ლოცულობ, უფალს ესაუბრები, როცა სახარებას კითხულობ, უფალი გესაუბრება, როცა არ მარხულობ, ცოდვებში იძირები და შენ ცოდვებს ვერ ამჩნევ. ძალიან კარგად ამჩნევ სხვა ადამიანის ცოდვებს, ძმის თვალში ხედავ ბეწვს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ, გესნობათ ეს მდგომარეობა? მღვდელმა კარგად იცის სხვა მღვდელს რა ეშლება, გალობელმა კარგად იცის სხვა რომ ცუდად გალობს და სტიქაროსანმა კარგად იცის სხვა ტაძარში როგორი დაბალი დონის სტიქაროსნები არიან. თვითონ მაღალი დონის არის ძალიან. ეს მე მგონი ხვდებით ამას. ექიმს განეკითხავს და მასწავლებელი მასწავლებელს და ასე შემდეგ. ანუ როგორც კი შეწყვეტავ ღმერთთან ურთიერთობას, ლოცვას, სახარების კითხვას და მარხვას, უკვე ძალიან მარტივად ვარდები ცდომილებაში, ანუ ცოდვაში. მეორე, საკუთარი თავის სიბრალური. მარხვას ვერ შევინახავ, მამაო, აი ძალიან ცუდად ვარ, ექიმმა მითხრა, რომ არა, შენი მარხვა არ შეიძლება. და მერე ვინ გითხრა, მერე ვინ დაგაძალა, რომ უნდა მაინც და მაინც სრულყოფილად შეინახო მარხვა. არსებობს შეღავათები. არსებობს, რატომ მგონია, რომ მარხვა მაინც და მაინც კარტოფილის და ლობიოს ხმევა. რატომ მგონია? მარხვა არის თვალების, ბაგეების, სმენის, საუბრის, სიარულის, საქმის კეთების. აი ეს უნდა გააკონტროლო და არა ის რომ ვაიმე ამას ვერ შევჭამ, ვაიმე ის არ მეჭმევა. ეს არ არის. და ძალიან ბევრი ადამიანი ისია საკუთარ თავზე ნარცისიზმშია ჩავარდნილი საკუთარი თავის გადამეტებულ სიყვარულში, რომ აცხადებს, რომ მამაო, მართლმადიდებლობა ცოტა მკაცრი რელიგია ხო არ არის? რაღაცა ზედმეტებია აქ, რაღაც ერთი ცნობილი წამყვანი რომ მღვდელს ეუბნება. რაღაცაო ხომ არ ჩამორჩითო რეალობასო, რაღაცო ესო. მე მგონიო მართლმადიდებლობა მწუხარებაო და არადაო ქრისტეო, კაცო სიხარულია. იმას მონაზვნობა გონია მწუხარება. ვინ აღკვეცა ეკლესიამ ძალად შემოძვირფასება. მონაზვნობა ეს არის ყველაზე უმაღლესი ფორმა ადამიანის უფალთან ურთიერთობის. რომელიც ადამიანმა გადაწყვეტა რომ ღმერთს ემსახუროს სიყვარულით. აბა რა გააძლებინებს ჩვენ დედებს და მამებს იმ ტყეღრეში და იმ გამოქვაბულებში, ან რა აძლებინებდა თუ არა ღმერთის სიყვარული. მაგრამ ისინი ნარცისები არ იყვნენ ჩვენსავით. და დღეს თანამედროვე ადამიანს კომფორტი უნდა, ვაიმე გათბობა არ ჩართეთ, ჩქარა ჩართეთ გათბობა თორე შემცივდა. რას ლაპარაკობ კაცო? შენ სოდვებზე იფიქრე, შვილო, გათბობაზე კი არ უნდა იფიქრო ტაძარში, შენ სოდვებზე იფიქრე. და ნუ უფრთხილდები ძალიან შენ თავს, იმიტომ რომ შენი თავი არ გიფრთხილდება. ძალიან ვერაგია ჩვენი სხეული. ვინც დიეტის დაცვას ფიქრობს, იცით როგორ გექცევა შენი სხეული, როგორ გაეშმაკებულია და როგორი მზაკობებია. კითხეთ ნებისმიერ ექიმს, როგორც კი დაიკლებ, მერე უკვე ინახავს თავის დაგროვებულ ცხიმებს და უკვე აღარ გემორჩილება. თითქოს ესმისო და ხედავსო, ხო? ამიტომ თუ შენ თავს დაინდობ, ის არ დაგინდობს არასოდეს. მე არ ვიძახი ახლა რომ არ გიყვარდეთ თქვენი თავი, მაგრამ ცოტა კაცრი უნდა ვიყოთ მარხვაში ჩვენ სხეულთან, იმიტომ რომ ჩვენი სხეული იმდენად გაფუფუნებულია, დღეს მთელი კაცობრიობა ებრძვის ზედმეტ წონას, ხო? დამეთანხმებით ამაში. ხო, 1000 საშუალება რაღაცები, მაგრამ თუ ადამიანი გონივრულად იმარხულებს, წონაშიც დაიკლებს ფიზიკურად და სულიერათაც დამსუბუქდება, შემსუბუქდება მისი სული, როცა ნებებს განეშორება. მესამე საფეხური ეს გახლავთ სინდისის იგნორი. ვინ არის სინდისი? მე ვიტყვი ვინ არის და არა რა არის სინდისი, იმიტომ რომ წმინდა მამები ამბობენ პირდაპირ, სინდისი არისო ჩვენი მფარველი ანგელოზი. ჩვენი მფარველი ანგელოზია სინდისი, რომელიც ყოველთვის გეკამათება, ყოველთვის გამხელს. მათე სახარებაში წერია, რომ შეურიგდი შენ წინა მოსაჯულეს, რომ წინა მოსაჯულემ არ გადაქცეს საჯულს, ანუ ღმერთს, ღმერთმა არ გადაქცეს მსახურებს, ანუ ანგელოზებს და ანგელოზებმა დილეგში არ გაგისტუმრონ და იქიდან ვერ ამოხვალ. სინდისი ყოველთვის ჩვენ
გვეუბნება სიმართლეს. ხან ჩვენი მეუღლეების ბაგეებით, ხან ჩვენი მოზღურის, როცა ჩვენი სინდისი უკვე დაზიანებულია, ყველას გაქვთ ალბათ ბავშვობაში წაკითხული 15 წლის კაპიტანი ჟიულ ვერნის. შევიდა გემის ზღვაში და აღმოჩნდა გემზე ვიღაც ავაზაკი, რომელმაც კომპასის ქვეშ შეაცურა ლითონი, რკინა და აირია კომპასი. და დაიკარგა უკვე სწორი გეზი. ასე არის ჩვენი სინდისის დაზიანებული. ზოგი ამბობს, მე სინდისი თავისუფალი მაქვს. მე სინდისი არ მომხელს. პავლე მოციქული პირდაპირ გვაფრთხილებს, რომ ოდესაც გინდა ზიარება, თუ სინდისი არ გამხელთო, ღმერთთან გაბედულება გქონიათო. მაგრამ თანამედროვე ადამიანმა სინდისთანაც მოაგვარა, ჩააწყო ყველაფერი მოაგვარა და ამბობს, რომ როცა ეუბნები, რომ აი შენ რატომ არ აკეთებ ამას? მე რა ვიცი, მე ისე იმართლებენ თავს, რომ მართლა სინდის დაკარგულები არიან. ამიტომ ყოველთვის ჩემო ძვირფასებო მოусმინეთ სინდისის ხმას. და თუ სინდისი დაზიანებულია, ანუ კომპასი, შეამოწმეთ რუკაზე. რუკა ეს არის წმინდა წერილი, რომელიც არ ცდება, რომელიც შეუმცდარი ავტორიტეტია და თუ ვერ ხვდები რაღაცას, ჩაიხედე და იქ წერია, რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა მოიქცე. სინდისი გავასწოროთ კომპასი წმინდა წერილზე. მეოთხე, ეს არის ცოდვის არ დანახვა, ანუ არ აღიარება. ესე ვიცით ხოლმე, ეს ცოდვა? მე მგონი რომ ეს ცოდვა არ არის. თელ ქალაქს განიკითხავენ და განკითხვაში კი არა ვარ კაცო, მაგრამ რაღა არის, ვერ გავიგე, ნახევარი ქალაქი განიკითხე უკვე და რა ცოდვაში არა ხარ, კაცო. რისხანებაში კი არა ვარ, მაგრამ აი მე იმას ვებრძვი, ამას ვებრძვი. შენ ცოდვებს უნდა ებრძოლო. შენ ცოდვებს უნდა ებრძოლო. და უნდა დაინახო, რომ შენ ხარ ცოდვილი ადამიანი. ცოდვების არ დანახვა ძალიან სერიოზული პრობლემაა. რატო გვიჭირს ახსარების თქმა? თანამედროვე ქრისტიანის ერთ-ერთი პირველი შეცდომა არის ზიარებისთვის, ანუ ახსარებისთვის მოუმზადებლობა. ზოგს გონია, რომ ზიარებისთვის რო ემზადება, ახსარება უნდა თქვას. რა თქმა უნდა, ეს მიღებული ფორმაა, მაგრამ ხომ არ ვაკნინებთ ახსარების საიდუმლოს, სინანულის საიდუმლოს. საშვი გახდა უკვე სინანულის საიდუმლოება, უბრალოდ იცი, რომ ზიარება გინდა და უნდა თქვა რაღაც. არ არის სწორი. გამონახე დრო მარხვაში და ერთხელ მაინც ამოდით და მოგწონთ აქ რო ამბობთ ახსარებას, რამოდენიმე წამში და რამოდენიმე წუთში, არ ჯობია თვეში ერთხელ 4 კალენდარული მარხვა. დავჯდეთ მოძღვართან და გავიხსნათ. აუხსნათ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი მრწამსი, იქნება რაღაც არ გვესმის ისე როგორც უნდა გვესმოდეს. ძალიან აირია ჩემო ძვირფასებო მონასტერი ბჭყალებში, სასულიერო პირები გამოდიან და ისეთ რამეს გადაგებენ არიოს და ნესტორს რო არ უთქვია. საშინელებებს გადაგებენ, ტაძარი თურმე არაფერი არ არის, კაცო, რაღაცა სკოლია. სკოლასტიკა, სკოლა მოდის. მე ადრე გითხარით რუსთაველის სიტყვები, ხო? სიყრმე და მოცალეობა. თქვათ მიჯნურობა პირველში რომ არის, ხო? მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითამ ზეობა, სიბძნე, სიუხვე, სილაღე, სიყრმე და მოცალეობა. ანუ უნდა მოიცალო შენ, ასე ამბობს ესაია. მოიცალეთ და წმინდა ყავით მარხვა. და თუ არ მოიცალე, ვერ წმინდა ყოფ მარხვას. მაგრამ იმისი თქმა რომ ტაძარი არაფერი არ არის, სახარება წაიკითხე მამაო. ეს შენობა, ანუ ეს მამაჩემის სახლიაო, ქრისტე ამბობს და მამაშენის, მამაღმერთის სახლიაო, ძე ამბობს და შენ ძახი არაფერი არ არისო. ცოტა დაუკვირდე, ჩემო კარგო. რებს ლაპარაკობ, მაგრამ მე მეწოდება ხალხი, ვინ ჩვენ გისმენს აი ამ სისულელებს. როგორ შეიძლება ასე, კაცო? როგორ შეიძლება თან ჩვენიანი ხარ? ჩვენი შესამოსელი გაცვია, ჩვენი ჯვარი გიკეთია, ევქარისტიულ კავშირში ხარ ჩვენთან და სისულელებს ქადაგებ აშკარად. არ შეიძლება, არ განვიკითხავ, მაგრამ მე ვალდებული ვარ დაგიცვა თქვენ და გითხრათ, რომ ეს არის შეცდომა. ეს არის შეცდომა, შენ პარაკლისი უნდა გადაიხადო ტაძარში და არა მთავრობის სასახლის წინ. ნუ ხანდახან შეიძლება 9 აპრილი როცა არის, კი ბატონო, მაგრამ არა ყოველ დღე. უკვე ეს რას ნიშნავს არმეს? ეს უკვე ტაძრის შეურაცხყოფა. დიახ, ტაძრის შეურაცხყოფა.
და მეხუთე აღარ გადაგლით. ეს არის ცოდვასთან ახლოს ყოფნა. როცა ხედავ რომ პიროვნება, ან პიროვნებები, ან ადგილი, ან რამე გარემო, სასმელი, ნივთი შენ ცოდვაში გაგდებს, რა უნდა გააკეთო? განეშორო. უნდა განეშორო იმ ადგილს, იმ პიროვნებებს, იმ საშუალებებს, იმ ნივთებს, იმ სასმელებს, რაც შენ ცოდვაში გაგდებს. ეს შეიძლება იყოს ქალი, ეს შეიძლება იყოს კაცი და მე აცხადებ, რა ვქნა, შემიყვარდა. არა. არა. რა ვქნა, ჩემი ძმაკაცები მოკეიფეები არიან. უთხარი მარხვაზე ვარ და შეზღუდე შენი ურთიერთობა მათთან. თუ შენ გყავს 3 მოკეიფე ძმაკაცი, მეოთხე შენ იქნები. თუ შენ გყავს 3 ვერცხლის მოყარე ვაჭარი, შენ მეოთხე იქნები. თუ შენ გყავს 3 მეძავი ძმაკაცი, მეგობარი, დაქალი და ისე იციან ხოლმე, რა ვქნა, მიყვარს ჩემი ახლობლები არიან. არა. ისე ნენლელა შეცურდები ცოდვაში, რომ ვერავინ ვეღარ გამოგაცურებს იქიდან. ჩვენ უნდა გვიყვარდეს პირველ რიგში ქრისტე, დედა ეკლესია და მერე ის ადამიანები, ვინც ჩვენი მოყვასი არიან. მაგრამ თუ იმას არ უნდა, არც მარხვა, არც ლოცვა, არც ეკლესია, არც ოჯახი, თუ იმისთვის თავარი ფასეულობა არ არის ეკლესია, ეროვნება, ოჯახი, მე იმასთან რა საქმე მაქვს? მე იმასთან რა საქმე მაქვს? ამიხსენეთ ერთი რაზე ვესაუბრო, ვინ დავლოცო, რა დავლოცო? მითხარით რა. რაზე ვესაუბრო იმ ადამიანებს? და ის ადამიანი იტყვის, რომ შენ ჩემნაირი ხარ და ის შენთან კი არ მოვა, შენ გახდები უკვე მის ნაირი. და ამიტომაც არ მოდიან ისინი ეკლესიაში. ამიტომ ეს 5 განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ჩვენ მიგვიძღვის ნაბიჯ ცოდვისკენ, მარხვაში მაინც გთხოვთ, რომ დავაფიქსიროთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ამარტიაში, ხეტობაში და ცოდვაში ნუ ვიქნებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისია ცოდვაში ჩაფლული, რომ ვერ ხვდება ამას. აი მომავალი ჩემი ქადაგება ვაანონსებ, იქნება იმ ცოდვებზე საუბარი, რომელ ცოდვებსაც ჩვენ მივეჩვიეთ და ცოდვათ უკვე აღარ მიგვაჩნია. ასეთი ძალიან ბევრია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამპარტავნება ცოდვა, გემოთმოყარეობა ცოდვა, სიძვა, მრუშება. მაგრამ იცით რამდენი ცოდვები არსებობს, რომელიც ჩვენ ისე მივეჩვიეთ და ისე შევეგუეთ, რომ უკვე ვეღარ ვამჩნევთ. და ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი ცოდვები, რომელიც ცოდვასაც ვერ ხედავ და რომელსაც უკვე შეეგუე. და აცხადებ, რომ რა ვქნა, ასეთი ვარ. არა, ჩემო კარგებო. ეკლესია არის სულის სამჭედლო. ეს არის სულის კლინიკა. აქ იმიტომ მოდიხარ, მარხვა იქნება თუ არ იქნება მარხვა, შენ ცოდვებზე იფიქრო. კი არ იჩურჩულო, კი არ განიკითხო და კი არ იჭორაო, კაცო. არამედ შენ ცოდვებზე იფიქრო და დამერწმუნეთ, რომ შობას მართლა განიცდის თქვენი სული მისტა გოგიას. მისტიკურად, ანუ საიდუმლოდ აღიყვანება ზეცაში, საიდანაც გვესტუმრა განკაცებული ღმერთი, რომლის შესახებაც ათანასე დიდმა თქვა. ღმერთმა ღმერთი ღვთივშვენიერად შვა. ღმერთი კაცი ქმნა, რათა კაცი განიღვთოს. და განღვთობა, მიმსგავსება ღმერთის ხდება ზუსტად საკუთარი თავის უარყოფით და არა სოფელზე მინდობით, არამედ სოფლისგან განშორებით. და რაც შეეხება, არ მინდა ახლა შევეხო იმ საკითხებს, რომელიც საპოლემიკო გახდა, ერთ რამეს ვიტყვი და ვისაც სიბრძნე აქვს მიხვდება. თქვენ თუ გინდათ, რომ სოფელი არ მოგერიოთ და სოფელს თავი არ დაუხაროთ, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, როგორც დიდოელი ლეკიო თავის ნაბადსო ისე გაგთელავსო, დამოკიდებული არ იყოთ სოფელზე და სოფელს მოერევით. თუ სოფელზე დამოკიდებული ხარ და გეშინია, რაღაცა შეგიწყვეტავენ, აღარ ჩაგირიცხავენ, მაშინ უნდა ტაში დაუკრა და რაც გინდა ისაკეთე და შენ თანახმა ხარ. და ვინც ხმას ამოიღებ, მისცემენ შენიშვნას, მამაო, რა დღეში ხარ, რამდენს ლაპარაკობ. რამდენს ლაპარაკობდა იოანე ოქროპირი, ათანასე დიდი, ბასილი დიდი, რამდენს ლაპარაკობდნენ.
ეკლესია რისვისა? ეკლესიამ თუ ხალხის აზრი არ გაითვალისწინა და არ თქვა სიმართლე, მაშინ რა ეკლესია ხარ, კაცო? მეძავი ხარ მაშინ და არა ეკლესია. ეკლესია არის ქალწული, წმინდა და უმანკო. და ეკლესიამ უნდა უთხრას ხალხს სიმართლე, რა ხდება? ხაზგასმით აღნიშნავ, თუ სოფელზე ხარ დამოკიდებული და ჩამოკიდებული, ყოველთვის მკვდარი თევზივით გაყვები დინებას. მაგრამ თუ უარყავი სოფელი, აღიღე ჯვარი და შეუდექი ქრისტეს, მაშინ სიმართლე უნდა თქვა. ეხლა დანარჩენი თქვენ მიხვდით რა ვთქვი და რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. დანარჩენი ღმერთმა განსაჯოს და მომავალი გვაჩვენებს. რა არის და როგორ არის? ეკლესია ყოველთვის ზოგიერთები ამბობენ რომ ამბროსი ხელაიას მერე თვითონ საქართველოს ეკლესიას რუსები მართავენ. ღმერთმა დაგვიფაროს შემოკარგე. იმ ეკლესიაში ნაკურთხი სასულიერო პირები ამბობენ ამას. არა, ჩვენ ამბროსი ხელაიას მერე წმინდანი პატრიარქები გვყავს და დღევანდელი პატრიარქიც მჯერა რომ მომავალი წმინდანია. და ძალიან ხშირად ამოგვიღია ხმა და ამოვიღებთ. ამოვიღებთ ხმას. უბრალო ყუდლებით ამოვიღებთ ხმას. რატო? იმიტომ რომ ვერ წარდგები უფლის წინაშე. მე მაგალითად მეტყვიან, როცა წავდგები რომ ყუდელი თევდორე, შენი წინაპარი რომ მიგაჩნდა, ისიც ყუდელი იყო და შენც ყუდელი იყავი? რა უნდა უთხრა, მითხარი? რომ შენ კარგად ყოფილიყავი, თბილად ყოფილიყავი, მშვიდად ყოფილიყავი, ხმას არ იღებდი, ხო? კი ბატონო, ვიყოთ ესე გაყურსულები, განაბულები და გაიყიდოს მთელი საქართველო, კი ბატონო. გინდა თვინმე ეს? კი ბატონო, გაიყიდოს. არ გაიყიდება, შემოკარგებ. არ გაიყიდება. არა. ჩამორჩენილი ვარ არ მესმის. კი ბატონო, აი ეკონომიკა არ მესმის. დღეს ოკუპაცია შეცვალა ინვესტიციამ. აი ეგ არის ცოდვის არ დანახვა. ოკუპაცია არა, ინვესტიცია. იმიტომ რომ ოკუპაცია ცუდია, ყველამ ვიცით, მაგრამ ინვესტიცია კარგია. დაგიდებენ ჯვარს და პურს, რომელს აიღებ, რა თქმა უნდა ჯვარს. აბა რა გჭირს მაშინ? ჩემო კარგო, რა გჭირს? რა გჭირს? შენ თუ ვერ ახვდები, გაიხედე, ხალხი რა დღეშია, დაიძრა თელი საქართველო და გვეუნებია რა ჩუმად ახართ, მამებო, რატო ხარ ჩუმად? რატო ხარ ჩუმად? კაცო, ამიხსენით რა. რატო ხარ ჩუმად? აი ამიტომ რა, აღარ გვინდა. აღარ გვინდა. ვწდები შეიძლება, კი ბატონო, ერთი უბრალო ყდელი ვარ, ტლუ გაუნათლებელი არ მესმის. შენ ხო გესმის, ამიხსენი, აბა ერთი რას მეუბნები რა. რას მეუბნებით ერთი ამიხსენი, ჩადით ერთი ბოტანიკურ ბაღთან რა ხდება ხალხო? ბოტანიკურ ბაღთან რა ხდება, ნახეთ ერთი რა. თუ ვერ ხვდებით, ნახეთ რა ხდება ბოტანიკურ ბაღთან. განა ადგილი არ აქვთ. გარეთ გამოდიან და ხარ მალე სამების ეზოში რო დაიწყებენ ლოცვას. სამების ეზოში რო დაიწყებენ ლოცვას, იმიტომ რომ ახალი მეჩეთი გახდება საჭირო, ხო? მე რა სიტყვით ერთი მითხარით რა. რა სიტყვით მე აბა ერთი მითხარით. მე იტყვით რა ვქნათ, კაცო, ესია დემოკრატია, ამას ითხოვს, ხო? ნუ დემოკრატია ეს. ამიტომ ხიზლად იყავით ქართველებო. ჩვენ არ გვესწავლება, ჩვენ ტოლერანტობა, მრავალეროვნება არ გვესწავლება, მაგრამ შეიძლება ვაზვიადებ რა, მაგრამ საფრთხეა ძალიან დიდი რა ქვეყანაში. ძალიან დიდი საფრთხე. რა ვქნა? მე განგას ვტეხავ. თქვენ შეიძლება ჩემზე მეტი იცით, შეიძლება არ მეთანხმებით და ამიხსენით ვინმე. მუსლიმანების სიმრავლე რას გამოიწვევს? არაბიზაცია გადამეტებულია, კარგი. მუსლიმანების სიმრავლე რას გამოიწვევს? მითხარით ვინმე რა. ახალი მეჩეთების შენებლობას, ხო? და ისედაც დაცლილი საქართველო ვისით შეივსება, მითხარით რა. არა გვაქვს ხო პასუხი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვილოცოთ რა. მოვინანიოთ ჩვენი ცოდები, დავინახოთ სად მიდის ჩვენი ქვეყანა, საით მიექანება და მე ისე ვისაუბროთ რა. მე ისე ვილოცოთ და მე მჯერა რომ ღმერთი არ გაგწვირავს. მე მჯერა რომ ჩვენ ერთსულოვნები ვიქნებით ყველა საკითხებში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო რა. და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არის ის, რომ საქართველოში ქართველები უმრავლესობაში ვიქნებით და მართლმადიდებლები ვიქნებით უმრავლესობაში. იყვნენ მუსლიმანებიც, იყვნენ იუდეველებიც, იყვნენ ყველა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯერ. ჩვენ უნდა ვიყოთ და მერე დანარჩენი სხვები. არ მძურს არც ერთი რელიგია, არც ერთი ეროვნება, მაგრამ ეს საფრთხეს ვხედავ და ამ საფრთხეს თქვენ გაჩვენებთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ,
ჯერა ბოლომდე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერა ბოლომდე რომ ეკლესია და ერი და ბერი ერთად დავდგებით და ჩვენი ქვეყანა არ შევა განსაცდელში. იმიტომ რომ გვეყოფა ხალხო ამდენი განსაცდელი საკმარისია, მეტი აღარ გვინდა. ჩვენთან არის ღმერთი.